24 საათის განმავლობაში შევსწავლოთ თქვენს დავალებებს. იმედია მოგწონთ ეს ვიდეო, თუ მოგწონთ დალაიქეთ, გამოიწერეთ გააქტიუროთ არცვლაგი. ახლა პირველი დავალების. მოკლედ მეგობრებო, როგორც აი აქ დავალებას ხედავთ, უნდა ვჭამოთ ბურგერ კინგში ყველაზე დიდი ბურგერი რაც იქნება, ამიტომ მოვიდეთ ბურგერ კინგში და წავიდეთ და შევკვეთოთ ყველაზე ძვირი ბურგერი რაც იქნება. ვიდეოთვის მინდა ყველაზე ძვირი ბურგერი და სამაგი ოპერი გაქვთ. სამაგი ოპერი მინდა ერთი საშუალო კოლაებს. წაროჩით მეგო ჩვენი სამაგი ოპერიც მოვიდა და აი რამხელა პროსტა უყურე. და ეს ბურგერი ნაჭამი მაქვს, მე მგონი. სწორედ თუ მაქვს ეს ჭამე, ყველაზე ძვირი ფასტფუდი რო გავავლინა მაგ ვიდეოში. კაი, ჭამოთ რა. აქ შეგო ნახეთ აი სუდისა რა აწყვლა ჯერ დამწვარია ხორცი მართლა დამწვარია და ეს სუესია ანუ ხორცი აქვს საშინელი ჩვეულებრივ შემიძლია თქვა ბურგერს აქვს მარტო კეჩუპი ანუ მეტი სოუსი არ აქვს ეგეც საშინელება იმიტომ რომ ანუ ყბილია რა თბილი კეჩუპი არის ცოტა მაიონეზი არამე დაუმატე რომ ის მისეს და აი ეს სამი ხორცი არის ერთმანეთზე დავაგებული და საშინელად შალია აი პროსტა ამას ყოლას გარეშე შანსი არა ვერავინ ვერ დალებს და ვერავინ ვერ დალებს და ვერავინ ვერ შეჭამს შანსია 0 რომ ეს ვინმე ყოლას გარეშე დაამთავროს რა აი იმენა კატრეტეს გემოაქვს და აი ხახუ უნდა გავაგდო იმიტომ რომ მარტო ხახია აუცე დავალება შევასრულებთ თავარია სამწუხაროდ დაწავიდეთ აქედან და შევასრულოთ მეორე დავალება მეგობრებო როგორც ეკრანზე ხედავთ შემდეგი დავალება არის რომ უნდა გავშვით თბილისში ერთ ვარსკვლავიანი რესტორანი და წავედით მოკლედ ჩვენი ობიექტი არის სპითადი რომა და ეხლა განვიხილოთ შეფასებები ანალი უტკო წერს საშინელი საჭმელი ცეზარი იყო მაიონეზი ცეზარი სალათის მაგივრად ერთი ვარსკვლავი ისა ანა ცეზარს მეც მაიონეზი ვჭამ ხოლმე და ბოდიში იულია ვიღაცა წერს თუ გინდა რომ დავალდო 20 წუთი მხოლოდ სასმელისთვის შენი ადგილია. ჩვენ დავალდოთ 2 ღვინოსთვის და 2 წვენისთვის 20 წუთი. და მიმტანმა დაიწყო შეკვეთის გაკეთება მხოლოდ ჩვენი შეხსენების შემდეგ. ერთი ვარსკვლავი. კაროჩეს მე პიცას მოვიდა და შეიძლება დაახლოებით 15 წუთი. რაც შეფასებებში არ ეწერა ასე. ჩვენ დავალდოთ 2 ღვინოსთვის და 2 წვენისთვის 20 წუთი. ეხლა გადავიღოთ პირველი ნაჭერიც. სუდი პიცა არ ჩანს. სხვა შორის დირომა დიდი ხანი არ მჭამია. ბოლოს უჭამე, ბოლოს დიდი ხნის უჭამე. და ახლა შევაფუძვით. ცოტა უკეთეს თუ იქნება და გაჭრილი მაგობები იქნება, მაგრამ არა უშავს. ესეც ნაჭერია. აი კაია ბიჭო. კაია, საკმაოდ. სოუსიც კაია. ეს პეპერონები საკმაოდ ბევრი დევს და კაი ძალიან კაია რა მართლა რომ გემოშვენილი აქვს ვისაც იტალიური პიცა ვარ ძალიან კაია ხელიცომია სოუსი მართლა ძალიან გემრიელი 2000 years later მოკლედ პიცა გავშეთ გარავნოთ ახლა გარეთ ჩემი შეფასება კი გამოიყურება ასე კაროჩე მეგობრო შემეგ დავალება არის ესეთი როგორც აი აქ ხედავთ რენდომ ტიკთან უნდა მივიდე და გადავიღო ფოტო და ცოტა ძალიან არ მცემონ ავტობუსში ვინც იჯდება მაგასთან გადავიღე ფოტოს და იმედია ძალიან არ გავიტყრები რა ამიტომაც ეხა ავტობუსს დავალდოთ და წავიდეთ მეგობრო მოკლედ რავი ეს დავალება შევას მე ხმარის გადაკარგეთ ამით ბოდიში ხდით
ძალიან შემთხვევა თან მინდულმა არ გამოხერა და გამიმართლა, არ დაუკაკულე და რატო არ გამოხერა არ ვიცი, მაგრამ კაროჩე წავედით ახლა შემოგდავლებისკენ რა. კაროჩე ცოტა ცოტა დაგვიღანდა, როგორც ვთქვათ და მათხოვარი ვერცად ვერ ვახეთ. ამიტომაც მათხოვარი არა, მაგრამ ერთ დევოზის ახლა აქ იქით და ყიდის გოზინაყებს რაღაცეებს გქონი და მივიდეთ და მაგას დავეხმაროთ რა. ამაჟოა. ეს რა არის? არი. ეს აიღეთ და ხურდა არ მინდა. არ მინდა არა ხურდა. ხან მინდა. არა, დაიტოვეთ. არ მინდა არა უფს. აი შენი არ მოვიდოს რა. არ მინდა არაფერი. აი ეს დაიტოვეთ. აი ეგ მაინც არ მინდა. მე მეწყინა. ერთსა. არ მინდა, მეტი არ მინდა. მადლობა. არაფერს. კაროჩე აი ოპერატორს ხო ვერაფერს ვერ გამოიყენებ და ანუ ხედავთ როგორ იყო გადაღებული პროსტა ანუ ხო ხდებით ვისთან მიწევს ოლება აი ეს მომცემი კამერა თავიდან ეს ავიღე და ხულა დაიტოვეთ ხო უთხარი იმიტომ რომ ისე 20 ლარის მიცემა რაღაცნაირი იყო და მე ეს დაუდე მაგრამ გამომატანა მაინც რა და კაროჩე იმედია მოგწონთ ეს ვიდეო მოგწონთ და ლაიქეთ გამოიწერთ გააქტორებს არის ბლოგი ჩემი ეს კარგი დავალებები იყო და სახალისო იყო და აღარ მოგაწყობთ და წავედით ხა სახში და შემდეგ ვიდეოს მალე დავდებ